ეს ფილმი მე მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილმი თანამედროვე კინოში. 95 წლის მერე ყველა ქორწილში აუცილებლად მია უელესის და ვინსენტ ვეგას ცეკვა იყო. ამ ფილმმა რაღაცნაირად ნერვს გაარტყა ეპოქის. ვინსენტ ვეგა არის საკმაოდ გაუნათლებელი, არარეფლექსირებული და სულელი კაცი. ბუჩის და მარსელოსის დაპირისპირება გონია რომ რაღაც სერიოზული კრიმინალური გარჩევა. მე სხვა გოგოებთან ერთად ვოცნებობდი მქონოდა ისეთი თეთრი პერანგი, როგორიც ეცვა მიას. უმა თურმანი რომ ძალიან უყვარს ტარანტინოს ხმანდედანაც ჩანს ხო ძალიან ჯერ რაღაც ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა რომ დაეთანხმებინა ამ როლზე. აი რატო დაამთავრა ტუალეტში სიცოცხლე? ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვიკიპედიის სტატია არის ტარანტინოს არარეალიზებული პროექტები და ძალიან დიდი სია არის. წერან ჩაცხრილუს მერე შორტებში მოსერინეს რომ ხედავ მე ეს მინდა კინოში. საბოლოოში მეზღაპრე გამოვიდა ხო ტარანტინო. ამ სისხლების მიღმა არის უდიდესი სიყვარული სინაზე კინოს მიმართ. ტარანტინო არ უარყოფს რომ პირდაპირ სხვა იქამდე არსებული დიდი ხელოვანების მხრებზე დგას. მან ჩანს როგორი კეთილი კაცია. გონია რომ ქართული ფილმების ნანახი ექნება. აი გონია რომ შეიძლება ოთარიოსელიანის ფილმები ნანახი კონდეს იმდენად ყველაფერი ნანახი აქვს. სკამსაკეთებ ფილმს ლექს წერ თუ გზას აგებ რა სიყვარულსაც დებ ეს გიბრუნდება. ოდესმე თუ არ ვიცი ან მე ან შენ თუ გაგიმართლებს და სამი შევხვდებით. კვენტინ ტარანტინოს Pulp Fiction, ანუ მაკულატურა. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ ვისაუბრებთ ფილმზე, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, კომენტარები დაგვიწეროთ და გადააშიაროთ, რადგან ეს დაეხმარება ჩვენი არხის პოპულარიზაციას. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორ ღვთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე. და დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც ასევეა ჩვენი სპონსორი და აქვს სლოგანი, რომ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს ვისაუბრებთ ყველასათვის საყვარელ ცნობილ ფილმზე და ჩემი სტუმარი არის თავადი გიორგი ანდრონიკაშვილი. აი ესე ვაცხადებ. ფილმი კი არის კვენტინ ტარანტინოს Pulp Fiction, ანუ მაკულატურა. სანამ ფილმზე ვისაუბრებთ, მინდა გავიხსენო ჩემი 90-იანები, რომელიც ხვების 90-იანებიც იყო. სამი ფილმია ჩემი დაკვირვებით, რომელიც რაღაც ქართულ კულტურულ კოდში მძაფრად შემოვიდა და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. და როგორც ვუყურებდით, ასე გამოვაცხადებ, ეს არის კროსნიატეცი, ეს არის ვადნაჟდი ამერიკე და ეს არის Pulp Fiction-ი და თუ კი პანაშვიდებზე ისმოდა ხოლმე ერთხელ ამერიკაში საუნდტრეკი 95 წლის მერე ყველა ქორწილში თითქმის რომელშიც მე ვიყავი აუცილებლად მია უელესის და ვინსენტ ვეგას ცეკვა იყო ჩაკ ბერის ცნობილ კომპოზიციაზე ცეკვა იყო ქორწილის აუცილებელი შემადგენელი ელემენტი და მე სხვა გოგოებთან ერთად ვოცნებობდი მქონოდა ისეთი თეთრი პერანგი, როგორიც ეცვა მიას. ეხლა უცებ გამკარგონებაში ეგ სიმღერა თვითონ არის ქორწილზე, მაგრამ მე ჭუმაქს არ იცოდა ეგ ხალხმა. სავარაუდოდ და იცერთა. არა, ემოწონდათ ეს ფეხზე გახდა და ცეკვა რაღაცნაირად ქართულ კულტურაში შემოვიდა და ალბათ დამეთანხმები, რომ რეჟისორის გენიალურობაც არის იმაში, რომ ყველას გულს მიწვდა. და მართალია დაიჩაგრა იმ ხრივ, რომ არა ინტელექტუალურ ფილმად ითვლება, მაგრამ ჩვენ დღეს შევეცდებით საპირისპირო დავამტკიცოთ. რატომ აირჩიე ეს ფილმი შენ? იმიტომ რომ შენ მაინც სხვა თაობა ხარ. ზუსტად ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ მგონია, რომ შეიძლება მისი ინტერპრეტირებული არასწორი სიტყვა, იმიტომ რომ ხა ყველას როგორც უნდა ისე ესმის, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენს კულტურაში ჩემი ცოცხლი ლაკელებს მახსოვს, ხო, დიტოს რომ მოწონდა ტარანტინო, ანუ რაღაცა ეგრე აღიქმება, რომ ტარანტინო აი რაღაცა სისხლი და განგსტერები და ეს ფილმი ალბათ პირველ რიგში, რომ აი რა ცოტა ძველ ბიჭებს რომ მოწონთ, ეგეთი ფილმია და თითქოს აი მანდ მორჩა დიალოგი და რასაც ცილოა, აი რა თანძალადობა, თანსაც ცილოა და აი ესე მარტივად მანდ თავდება განხილვა, როცა ამ ფილმს და ზოგადად ტარანტინოს შემოქმედებას გაცილებით მეტი სიღრმე აქვს და ბევრი შრე აქვს, რომელთა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ. თავისთავად ეს ფილმი მე მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილმი თანამედროვე კინოში. ერთმა კინოკრიტიკოსმა თქვა და ძალიან მომეწონა, რომ რაღაც თითქოს მე-20 საუკუნე დახურა და 21 საუკუნე გახსნა კინოშიო, თან ზუსტად
დაახლოებით 100 წლის გახდა მაშინ კინო, როცა ეს ფილმი გამოვიდა, 94 წლის ფილმი იყო და შეაბრუნა ხალხი კინოთეატრებში. შეაბრუნა ხალხი კინოთეატრებში და ზოგადად სხვა კინო გაჩნდა 90-იან წლებში, მათ შორის თვითონ ინდუსტრია შეიცვალა ძალიან ეს უფრო დამოუკიდებელი მცირე სტუდიები, განსხვავებული ტიპის ფილმები და მეტი ადამიანი შევიდა ამ სივრცეში, მათ შორის თვითონ ტარანტინო, ხო, ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რეჟისორის განათლება. ანუ ის იყო უბრალოდ სინეფილი ბავშვობიდან, მათ შორის მუშაობდა რაც გაქირავების მასში, ხო, სტუდიაშიც, რა ქვია, მაღაზიაშიც ქირავდნენ. და მსახიობობა უნდოდა საერთოდ. მსახიობობა უნდოდა და შემდგომ მიხვდა, რომ რეჟისორობა უნდოდა, ოღონდ ეგეც რაც სამოყვარულო დონეზე, რაღაც პირველი ფილმი, რომელიც გადაიღო, რომელიც მე დაეწვა და რაც მარტო ფრაგმენტები არის შემორჩენილი, თავის სახსრებით იღებდა და თან სცენარებს წერდა და ნუ ესე მოხვდა ინდუსტრიაში. ეს ფილმი ძალიან კარგად აჩვენებს განსხვავებულ ამ პოსტმოდერნისტულ მიდგომას, როცა ტარანტინო არ უარყოფს, რომ პირდაპირ სხვა იქამდე არსებული დიდი ხელოვანების მხრებზე დგას პირიქით, ანუ ფილმის სავსე არის ციტატებით, ეს არის ფილმი, რომელიც შედგება და რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, კვინტესენცია არის იქამდე არსებული კინოსი და ამ რეჟისორის სიყვარულია ახსნილი მთლიანად კინოსადმი და მე რაც ყველაზე მეტად მომწონს ტარანტინოში, მისი ამ რადგან ის ბავშვობიდან სინეფილი იყო და ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ხელოვნება, ის აბსოლუტურად დაცლილია სნობიზმისგან. ანუ აი ეს რაც არსებობს ეს დანაწილება, რომ რაღაცა მაღალი კულტურა და დაბალი კულტურა მისთვის არ არსებობს. ანუ მისთვის რაც ერთნაირად მნიშვნელოვანი არის, რაც ფელინი, რაღაცა ფრანგული ახალი ტალღა და მანდიდანაც აქვს ციტატები, რაც ანიშნული ჰიჩკოკი და მანდიდანაც არის ციტატები ამ ფილმში, მაგრამ ამავდროულად უყვარს თუნდაც ისეთი აი მეორე ხარისხოვან რომ ითვლება ეგეთი ლიტერატურა, ვიღაცისთვის მაკულატურა და ფილმის სახელის. რომელსაც ვინსენტ ვეგა კითხულობს ტუალეტში ყოველთვის და ცუდი ნიშნის სიმბოლო. ცუდად უმთავრდება სამწუხაროდ. და ის შთაგონების წყაროს ეძებს ყველაფერში. ხა ეგეც კი მახსოვს, რაც Hollywood Reporters აქვს ძალიან კაი ფორმატი, ოსკარზე ნომინირებულ რეჟისორებს კრებს ხოლმე რგვალ მაგიდასთან და უბრალოდ ჯელობენ კინოზე და ეგ წამყვანმა კითხა თან ისეთი ხალხი იჯდა დევიდ რასელი იჯდა, რიდლი სკოტი, რაღაცა ის მოგეცეთ წამყვანი რეჟისორები და კითხეს აი უცხო პლანეტებს რას ანახებდით კინოდანო და ნუ ყველა იძახის რაღაც არ ვიცი ისე განსაკუთრებულად შედევრებად რაც მიიჩნევა და ტარანტინომ რაღაც ჯეკი ჩანის რომელიღაც ფილმიდან მოიტანა ფრაგმენტი რომ აი ამას ვაჩვენებდიო და აი ეს მისი დამოკიდებულება რომ საზრდოობს ყველაფრიდან მგონია რომ ეს განსაზღვრავს მათ შორის რამდენად უნიკალური არის მისი სტილი ხო თან რაც პარადოქსული არის ხო ერთ შეხედვით ანუ რაც ყველაფერი ნასესხები აქვს მაგრამ აი ზუსტად მანდინა გამომდინარეობს რომ საბოლოო ჯამში ეს მიქსი უნიკალური გამოდის. ეს არის ზუსტად ის რომ ადამიანს არ აქვს სტერეოტიპები თავად სამყაროს ხედვაზე და ზუსტად ეს არის შთაგონების აღება რომ ყველაფრიდან შეგიძლია და მართლა ჰიჩკოკიც და რაც ვესტერნებიც რომელიც მან მგონი მარტო თვითონ აქვს ნანახი და ეს ყველა ფილმში გამოიყენა. კიდევ აი ძალიან სწორად აღნიშნა ეს კინოს სიყვარული. ისეთი მნიშვნელოვანია და მერე როცა გადაიღო უსახელო ნაბიჯვრები და ერთხელ ჰოლივუდში იქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისთვის რა არის კინო, მთლიანად მიძღვნა კინოსადმი და იმ გადასახედიდან უკვე Pulp Fiction-ი ჩანს, რომ არის ასევე კინო, როგორც შესაძლებლობა შეცვალო დრო, შეცვალო სივრცე, იყო ბოლომდე დემიურგი და ის რომ წინა კადრში ვიღაც მკვდარი იყო, შემდეგში ცოცხალი იყოს და ამით შენ რაღაც განწყობა აგიმაღლდეს, ეს ჩემ თავზე გამომიცდია რამდენად კარგ ხასიათზე დგები, რაც არ უნდა იქ სისხლი ჩანდეს და მე თვითონაც ეკაიფოს ვიღარს ჟურნალისტ რო იცის ფან და რაღაც აი სისხლები მიყვარს, მაინც აქ ამ სისხლების მიღმა არის უდიდესი სიყვარული, სინაზე კინოს მიმართ და საკუთარი პროფესიისადმი უდიდესი ერთგულება ნამდვილად აი ამ ფილმში ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია ტარანტინოსთვის თავისი შექმნილი ატმოსფერო და სამყარო და კარგი კინო რა არის, შეგიძლია ახალი სამყარო შექმნა, ჩაკ ბერი ვახსენე და მანდაც ხო არეულია დრო, აი რომელი რატო 90-იან წლებში რატო არის საუნდტრეკები 60-იან წლების, ხო? და ზუსტად ამას აჩვენებს პირველ რიგში ეს ფილმი და არა მარტო ეს ტარანტინოს ფილმები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დროს სივრცეს და
ისტორიას შექმნი ისე როგორც ჩვენ გინდა და ეს შესაძლებელი ხომ მხოლოდ კინოშია. ცხოვრებაში რაც არ უნდა ვიძახოთ რომ მნიშვნელობა არ აქვს დროს და სივრცეს აქვს და იქ შეგიძლია ფრთები ბოლომდე გაშალო და ეს ფრთების გაშლა არის როცა თავად უყვარს კინო, მე სხვასაც უყვარს. ეს ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს, როცა გიყვარს რასაც აკეთებ, ის მე სხვასაც უყვარდება და ყველა საქმე ასეა. სკამს აკეთებ, ფილმს, ლექსს წერ თუ გზას აგებ რა სიყვარულსაც დებ, ეს გიბრუნდება და ეს ფიზიკის კანონია და არა მეტაფიზიკის შეიძლება. ტარანტინოს ფილმებში აი ეს ციტატები, რომლებიც ძალიან ბევრია სხვა ფილმებიდან, აი თუნდაც ამ ფილმში ერთი სცენა არის, ეს ბუჩი რომ მანქანით მოდის და მარსელოს უოლესის რო გზაზე გადმოდის, ეს ფსიქოდან არის პირდაპირ ციტატა, თუმცა ეს ციტატები არ არის, ანუ თვითონ кайფობს ამით და ანუ მუღამი აქვს, რომ ვინც დაინახავს იმას ეს სიამოვნება და ხელოვნება ეგრე მუშაობს, რომ ეს რეფერენსები და ეს ციტატები ეს არის ფარული დიალოგი მაყურებელთან, რომ მე და შენ ვართ ერთმანეთის მეგობრები. ანუ ჩვენ გვაქვს ერთნაირი მოგონებები და ეს ციტატა შენც ხო გიხარია რომ მე გამოვიცანი შენ ისეთ ხმა გინდა და ამიტომ ყოველთვის ეს საჩუქარი მაყურებელს უნდა გაუკეთო. და ამის გარეშედაც მუშაობს თავისუფლად. რატო არის არეული? როგორ ფიქრობ? იქნებოდა თუ არა ეს ფილმი ისეთი პოპულარული და ისეთი ჯადოსნური? ინვერსია რო არა? რომ არა, აი ეს სრულიად დარღვეული სიუჟეტური ხაზი. ეს იყო მაშინ ისეთი რევოლუციური იყო, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის. საინტერესო არის, რომ თავიდან ფილმს არც ხონად იყო ჩაფიქრებული. ანუ აი როგორც აი 4 ოთახი რო გადაიღეს, მე ესეც ეგეთი ფილმი უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რეჟისორებს უნდა გადაიღოთ სხვა ნოველები და შემდგომ ეს უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ პროცესში მიხვდა, რომ თვითონ უნდა ყოფილიყო და მე მგონი როჯერ აივერი, ვინც არის სცენარისტი ამ ფილმის მასთან ერთად, ცოტა მიგდებული და ხო, თუმცა დღემდე მეგობრობებს პოდკასტიც აქვს ერთად, ძალიან ნერდული პოდკასტი აქვს. აი ძალიან ღრმად თუ არ ხარ ამერიკულ პოპ კულტურაში და კინოკულტურაში რთული არის რომ მიყვე აი თავისთვის ერთობიან აი დიდად ანგარიშს ამის ფუფუნება აქვს ამის ფუფუნება რომ დიდად ანგარიში არ გაუწიონ ასე ვთქვათ მარკეტის რაც ბაზრის მოთხოვნებს მე მგონია რომ მაინც იქნებოდა ეს ფილმი იმდენად ბევრი ელემენტი აქვს აი თან ხო აქვს ხელოვნებას რაღაც წერტილსო გაარტყავ ხშირად ბევრ ნაწარმოებზე ვამბობთ რომ არის თავის დროს არ გამოვიდა ან დროს გაუსწრო და მე დროთა განმავლობაში რომ მოდის აღიარება ან საერთოდ არ მოდის და მხოლოდ რაღაც გამონაკლისი ადამიანები რო აფასებენ და აი ეს ამ ფილმმა რაღაცნაირად ნერვს გაარტყა ეპოქის 90-იანი წლების თან სოფლიოში რაც აბსოლუტურად ახალი რეალობის და მგონია მაგ ელემენტის გარეშეც იმუშავებდა, თუმცა ეგ მომენტიც ძალიან შთამბეჭდავია და თქვენაც ახსენეთ, რომ მათ შორის ამ პერსონაჟის დაბრუნება, ხო? თან ერთი მხრივ თითქოს ძალიან ისეთი ცინიკური ხელოვანის იმიჯი აქვს, მაგრამ მეორე მხრივ აი თუნდაც პრაქტიკულად ბიბლიური ელემენტი შემოაქვს, ხო, ამით, რომ ერთი მხრივ გვიბრუნებს, გვიცოცხლებს პერსონაჟს, რომელიც იქამდე დავკარგეთ. და მეორე მხრივ გვაჩვენებს, რომ ის პერსონაჟი, რომელმაც ასე ვთქვათ, ირწმუნა და გადაიაზრა ის რაც საოცრებადაც მოვიდათ, რომ გადარჩნენ სიკვდილს, გადაწყვეტა, რომ შეეცვალა თავის ცხოვრების წესი და ისიც გადარჩა, ხო? და მეორე პერსონაჟი დაიღუპა. კი, იცი, შეიძლება ასეც არის ასეთი ინტერპრეტაციაც, რომ ეს შეიძლება ძალიან ქრისტიანული კინოა, იმიტომ რომ არა, მინახავს ამ მსგავსი ინტერპრეტაცია და ლოგიკურია, იმიტომ რომ გადარჩა არ არის რომელიც ხო, არა როსლიანად ბიბლიური და ტარანტინოს მაგალითად ციტატა რაც არის ის არ არის ბიბლიით და ციტატა არა ხო ეზეკიელს რო ამბობს ეგ არ არის ესეც მაგრამ თვითონ კონცეფცია შეიძლება თქო იყოს ქრისტიანული კონცეფციაც ხო ეს არის მაგრამ ასევე მე როგორც სცენარისტმაც ხო შემილია ვთქვა რომ ჩვენ სულ მაგას ვიმეორთ რომ არჩევანს რას გააკეთებ იმის მიხედვით გადარჩები ან ვერ გადარჩები და თუ შევხედავთ რომ ყველა ის პერსონაჟი რომელმაც არჩევანი გააკეთა მორალური და ზნეობრივი გადარჩა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ყველა დრამატურგიულ კანონიკაში ჯდება, ქრისტიანულშიც და ყველანაირად ამხრივაც გამართულია. აი რატო დაამთავრა ტუალეტში სიცოცხლე ვინსენტ ვეგამ? იმიტომ რომ ის არ აღიარებს რომ
ღმერთისგან შეიძლება ყოფილიყო ყველა ტყვია რო აცდა თავის დროზე და ვინც ეს აღიარა ის აცდა. ეხლა მათ ფილმში ქრონოლოგია არეულია, მაგრამ რატო არ არის იქ ჯულსი? იმიტომ რომ დაანება თავი ამ საქმიანობას. ანუ ყველა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩება ის, ვინც კათარზის გაივლის. აი მოკლედ, ამ ფილმის სლოგანი შეიძლება იყოს ის, რომ გადარჩება, ვინც გაივლის კათარზის. ასევე ბუჩის გადაარჩინა თავის ბრუს ვილისის პერსონაჟი გადაარჩინა იმან, რომ მიბრუნდა დასახმარებლად. ეს ტერი გადაარჩინა. და კიდევ მან ძალიან საინტერესო არის, რომ აი ესე როგორი გადაკიდებული ადამიანები არიან, როგორი სამკვდრო საერთაშორისო ბრძოლა გუში რო გადავხედე ამ ფილმს, აი პოლიტიკურ კონტექსტი ჩვენი, რას უნდა მიიმება, ეგრევე წამომივიდა თავში ზუსტად ეგაზრი, რომ მე უარესი რო შეიძლება გელოდებოდეს, რომ შენი მტრობა და შენი დაპირისპირება გახდეს მეორე ხარისხოვანი. ისეთი რაღაც განსაცდელი გელოდებოდეს მანიაკების და სადისტების სახით მოსახვევშივე. აი მოსახვევს ხო შორის აი თვითონ ფილმიც ეგეთი არის, რომ თითქოს აღებული არის რაღაც ტრადიციული ჟანრებით, ან ბევრი ჟანრი არის ერთ ფილმში და თან ეს ნოველებად რო არ დაყოფილი ეხმარება ამას და თითქოს აი რასაც მიჩვეულია მაყურებელი მაგ ტრაექტორიით მიდის და მე უცებ უხვევს სადღაც სხვაგან აბსოლუტურად და ეს რაც თითქოს რაღაც ესეთი თაფ რაღაც ესეთი საშიში განგსტერები რაღაც ბოლოს გაშაყირებულები არიან და რაღაც სასაცილო ტანსაცმელში არიან და რაღაც ბავშვები ტუქსავენ და ჩაგრავენ ეს მისტერ ულფი და თვითონ ეს ტარანტინოს პერსონაჟი იქით ეს ამ ბუჩის და მარსელოსის დაპირისპირება გონია რომ რაღაც სერიოზული კრიმინალური გარჩევა და ეს მოკრივე და ესენი ბოლოს რაღაც ერთმანეთს დაეტაკონ და იქით კიდე ვინსენტი და ყველაფერს ბოლოს აშარჟებს და რაღაც კომიკურად და მოულოდნელი მიმართულებით მიყავს ანუ თითქოს რაღაც კარგად ნაცნობს იღებს მაგრამ ძალიან თავისებურ ელფერს აძლევს ამას თავისებურ მიმართულებას აძლევს რაც საბოლოო ჯამში ალბათ კიდევ ერთი ელემენტი არის გამოც ამ ფილმმა ასე მაგრად იმუშავა და ასეთი დიდი გავლენა იქონია მაყურებელს ხო და აქვე უნდა ვთქვათ რომ თავიდან უპირველად დამამახსოვრდეს მეტრულ სისტემაზე ღადაობა და როგორც ჩანს თან ამერიკელებისთვის ვინც პირველად წავა ამერიკაში ნახავს რომ დამტენი წონა ყველაფერი სხვანაირად არის იქ და არ მიკვირს რომ იმათ უკვირთ ევროპული სისტემა და თვითონ ტარანტინომ ეს სცენარი დაწერა ამსტერდამში და როგორც ჩანს კულტურული შოკები რაზეც ქონდა რომ კეჩუპის მაგირად მაიონეზს ხმარობენ და ლობურგერ და როიალ ჩიზბურგერს როგორ ეძახიან აი ამის ყველაფერი ვინსენტ ვეგას ჩაუდო ტექსტში და ათქმევია ტარანტინო ხო აი ეს არ იყო საერთოდ შეძლებული ადამიანი და ეს პირველი ფილმი რაც გადაიღო ეს Reservoir Dogs გარკვეული წარმატება ამ ფილმს რო ქონდა იმ ჰონორარი წავიდა პირველად ევროპაში და ეს ამერიკელი კაცი ევროპაში რომ მოხდა და რა ხდება ხო ეს კულტურული და წითელი ფანერების ქუჩაზე ცხოვრობდა და ყველაფერი ნახა ის რაც მისთვის კულტურული შოკი იყო და ეს არის რაც თქვი თავიდან კულტურული შოკების გამოყენება შემოქმედებაში მერე და ყველაფერში შთაგონების დანახვა არის რაც მას აქცევს გენიუსად გადაჭარბების გარეშე ის რომ ვიღაცას იქ ცეკვა მოწონს და ვიღაცას როლები და ვიღაცას სისხლები და ეს და თან ჩვენ ხო რუსულ თარგმანში ვნახეთ, ამიტომ ეს კეჩუპი ხო, ძალიან რთული გასაგები იყო, მაგრამ მაინც მოახერხა, რომ არ არის მთავარი დიალოგები, ესე იგი, იმიტომ რომ ფიქრობ, თუ კი დიალოგებია მთავარი, ვინც ინგლისური საერთოდ არ იცის და კიდე, მაგრამ მაინც ყველაფერი ცისფერიც კი გიზიდავს და გამახსოვრებს ამ ფილმს და ჩემთვის რატო ავირჩიე მათ შორის ეს ფილმი განსაკუთრებული რო ხვდები რომ განსაკუთრებული ნაწარმოებია ჩემთვის როცა დამამახსოვდა თავად აი რაღაც ჩემ პატარა ამბავი რომ აქვს ნაწარმოებთან აი როგორ გავეცანი მასთან როგორ უყურებ აბა როგორ უყურებდი ხო სუპერულად რო უყურე აი ხო ყველას გვაღიზიანებს ბავშვობაში გეუბნებიან რომ ადრეა და ვიყავი 10 წლის და მართლა ადრე იყო და თან მეც ვნახე თარგმანში და ნუ მომეწონა, მაგრამ ვერ გავიგე, მახსოვს რომ რაღაც აი კი ვიძახთი რომ მაგარია თქო, მაგრამ აი თან გაგებაზე მეტად ასე ვერ ვიგძენი, ხო, რაღაც ეს ატმოსფერო მართლა ადრე იყო როგორც ჩანს და აი სადღაც 5 წლის, აი 15 წლის რო იქნებოდი, მახსოვს სკოლიდან დავბრუნდი და ტელევიზორში გადიოდა და თან გადიოდა ინგლისურად. და ერთი ეგრო აი იმის მიუხედავად რომ კი მოწონს ხალხს თუნდაც სხვა ენაზე ვის ნახა, მაინც ძალიან ბევრი რამე კარგება, იმიტომ რომ ეს მისი ინგლისური და ეს ფრაზები და დიალოგები მან ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი მახსოვს რომ აი რაღაცნაირად იმდენად მოჯადოებული ვიყავი რომ ტელევიზორში გადახვევა შეიძლება ყოველ დღე სკოლიდან რო ბრუნდებოდი ვუყურებდი სანამ მომცა საშუალება გადაარვა ალბათ 6 დღე ზედიზედ ვუყურე გადახვევა ხო
და წარმოიდგინე მე რომ ნახე არ იყო არანაირი გადახვევა და რაღაც პერიფერულ მხედველობაში შემომივიდა კადრები 95-ან 16 წელს მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, რაღაც ბავშვს ვაძინებდი თუ რაღაც ასე და დავინახე დიალოგი და კადრი, რომელიც არასდროს დამავიწყდებოდა იმ ხელში შთაბეჭდილება მოახდე. თავიდან რა თქმა უნდა ვერ ხსნი რატო ახდენ შთაბეჭდილებას. მაგრამ როგორც თქვი, დაიწყო ახალი ერა კინოში და მერე იყო ძალიან ბევრი მცდელობა, ძალიან ბევრი ისე რომ აი როგორც თვითონ არ მალავს თავის გავლენას, სხვების გავლენას თავის კინოში, ასე იქნება შემდგომშიც უკვე თავისი მიმდევრები გამოუჩნდნენ და კიდევაც მეტი გამოუჩნდება. თუნდაც ეს რაც ახსენე small talk-ები, რომ აი უბრალოდ იქამდე ნაკლებად ხვდებოდა, რომ რაღაც თუ აი განგსტერები არიან, რაღაც ძალიან სერიოზულები არიან, მაგ მობილიზებულები არიან, რაღაც ისეთი ძალიან, ანუ აი როლში არიან თვითონ პერსონაჟები, ხო და აი ეს რაც გვანახა, რომ აი ისინიც ადამიანები არიან და რაღაცა ჩვეულებრივ რაღაც სისულელებზე ლაპარაკობენ და არც ფეხის მასაჟის დიალოგზეც მახსოვს, რომ მე აქაც იყო გარჩევა ძალიან ხშირად არის თუ არა ეს მისაღები, რომ შენ შეყვარებულს ან ცოლს ვიღაცამ გაუკეთოს ფეხის მასაჟი და ამის გამო შეიძლება თუ არა მისი ფანჯრიდან გადაგდება. ხო და თვითონ ტარანტინო ამბობდა და ვეთახმები ამაში, რომ აი ამ ფილმის შემდეგ ძალიან ბევრ კინოში გამოჩნდა ეს. რომ აი შეიძლება აი პერსონაჟები აი რაღაც საჭმელზე, რაღაც უბრალოდ ჭორაობდნენ გოგოზე და ასე შემდეგ, აი იმის მათი ასე ვთქვათ ამპლუას პარალელურად, ხო? და აქაც ხო ტარანტინომ დაიჭირა კანონი, რომ ძალიან სასაცილოა, იუმორი არის პარადოქსის დანახვა. და ორი ზღვის სისხლში და ტვინში მონთხეული ადამიანი რო დგას და შენ ელაპარაკები რომ ყავა შენ თვითონ ყიდულობ, იმიტომ რომ იცი კაი ყავა რა არის, იმიტომ რომ შენ ცოლის მოტანილი ყავა. არ ვარ რაღაცებილობას ყიდულობს. თავისთავად სასაცილოა, იმიტომ რომ არის კონტრაპუნქტი, აქეთ არის სისხლში ამოთხრული ადამიანები და იქით ყავაზე ყოველდღიური ლაპარაკი, რომელიც ალბათ ყველას გქონია მეზობელთან 5 წუთი. და სხვა შორის აი მე მგონია რომ ანუ პირიქით აი ეს რაც საბრალებენ ხოლმე ამ ძალადობის და კრიმინალის რომანტიზებას, არ ვიცი, ჩემთვის მაგ მომენტში ეს პირიქით მუშაობს, კითხვა ვინ თქვა ბრესონმა თქვა, ხო მე მგონია რომ შეუძლებელია რომ ნებისმიერ შემთხვევაში რომანტიზება გამოდის, მაგრამ აი ის რომ ეს ხალხი აი იმდენად ჩვეულებრივი ამბავია მკვლელობა, იმდენად ჩვეულებრივია მათ ძალადობა, რომ აი იუმორიც პარალელურად და ჩვეულებრივ თემებზე ლაპარაკი, ხო? ანუ ეს მათთვის, მაგრამ მაყურებლისთვის ეს ან სასაცილო და სიცილიც რაღაც უხერხულობის და სიცილიც არის მძაფრი რეაქცია მოკლედ ამ სიცილზე და ხო, ნუ რომანტიზებას ახლა ვერაცდები, რაც არ უნდა გინდოდეს საჩვენო რომ ესენი არიან. აი ვინსენტ ვეგა არის მაგალითად საკმაოდ გაუნათლებელი, არარეფლექსირებული და სულელი კაცი, ხო? მაგრამ ახლა შენ თუ მიდრეკილი ხარ რომ რომანტიზება გინდა ამ სამყაროსი, მაგას ვერასდები, რაც არ უნდა მიკი მაუსის მაისური ჩააცვა. აი ეგ ზოგადად ძალიან რთული საკითხი არის, ოდნავ უხო, მაგრამ ახლა თუნდაც აი რასაც აბრალებენ ხოლმე ამ ხელოვნების ნაწარმოებებს, რომ აი მე ზოგი ადამიანზე ამან იქონია რაღაც დრამატული გავლენა და შეიძლება კრიმინალები გახდნენ, ანუ ვიღაც მოკლეს, ხო, აი თუნდაც იქ ტაქსისზე იყო რონალდ რეიგანს უცესროლა იმ ადამიანმა, ან ბონი და კლაიდი თამაშჭავის ყანაში, ანუ მაგრამ მე მაინც მგონია რომ ხალხის უნებებიდან მოყოლებული მოდის ეგ და მე მგონია რომ იმ ადამიანებს რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ანუ უცნაურია რომ ამაში ხელოვნების ნაწარმოები დავადანაშაულოთ, ხო? შეიძლება რაც საზოგადოების პრობლემებზე ვილაპარაკოთ, რომ ამ ადამიანებზე არ არის საკმარისი ყურადღება, მაგრამ მე მგონია რომ ტრიგერია უბრალოდ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ რაღაც კი მაგრამ მაინც იცი რა მე ცოტა მიჭირს ხოლმე ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრის ქონა ამ თემაზე იმიტომ რომ მაინც აქვს აი შენ თლიან აზროვნებას აყალიბებს აი როგორც კინოს აყალიბებს ციტატების აი რაღაც გინდა არ გინდა ზოგან უბრალოდ გააზრებული იქ ტარანტინოს გააზრებული აქ რასაც ციტირებს და ვიღაცა შეიძლება ინტუიტიურად აი მთელი ბავშვობის დიდობის მანძილზე რაღაც დაუგროვდეს ინფორმაცია და ეს გადაამუშავოს. ასე რომ შედგება, ეხლა თუ სისხლი ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს კულტურაზეც ისახება. მაგრამ ბავშვებზე ალბათ გასაგებია. ხო, ამიტომ შენ 5 წლის რო იყავი, ეს არ უნდა გენახა. და თუ შენ გაქვს ბაზა, სადაც იცი, რომ შენ აი ხა მაგალითად ჩვენ დღეს ვწერთ ამ გადაცემას მაშინ, როცა ძაღლების დაწვაზე მიდის
ლაპარაკი ჯერ არ ვიცი თქო ჭორია თუ მართლა ასეა და ჩემთვის უკვე ეს ის ვიცით რომ ცალსახად დაიწყო რაღაც პოლიტიკა გაღლების პრობლემები და ეს როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოს ამას ყველა მაინც ვიტყვი რომ ეს არის გზა ადამიანების კვლელობისკენ ბოლოს იმიტომ რომ ეს არის სადიზმის და ჩვენ არ წარმოგვედგინა რამდენიმე წლის რომ ასეთი სადიზმის მომსწრე შეიძლება საბჭოთა კავშირში იყო ამის ნორმალიზება მიგვიყვანს ადამიანების გულაგებამდე ხო ზოგადად და უკვე ესე ჩემთვის არის რომ სადისტი გმართავს თუ ეს შესაძლებელია მაგრამ ის რომ ჩვენ ამას ნორმალურად არ აღვიქვამთ ეს მოიტანა იმან რომ ჩვენ კულტურაში შემოვიდა ძაღლისადმი სხვანაირი დამოკიდებულება და ეს საჭირო იყო ჯერ ცხოველის რომანტიზება რომ ეს ახლა შენთვის იყოს კატასტროფა და საშინელება ამაში გეხმარება კინოც ამაში გეხმარება წიგნიც და ყველაფერი ასე რომ გავლენა რა თქმა უნდა აქვს თუმცა აქ პრობლემას ვაწყდებით იუმორის ვერქონის რომელსაც ვერ მოაგვარებს რეჟისორი არ იხუმრო იმიტომ რომ არ ესმით ჩემთვის ცოტა მტკივნეული თემაა და იმიტომ არ იხურო იმიტომ რომ ვიღაცას არ ესმის არის ნუ მოკლა მაშინ ან კლავ ხელოვნებას ან უბრალოდ ეცდილობ რომ ბავშვობიდან გონების გახსნაზე იმუშაო და არა მის დახშობაზე რომ აი რაღაც არ ნახოს იმიტომ რომ არ დააკოპიროს ან აი რაღაცაზე ხუმრობა არ შეიძლება. მე მგონი ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება. გააჩინა როგორი არის ეს ხუმრობა, ხო? და მეც ვფიქრობ, რომ ხუმრობა უნდა დაისაჯოს არა კანონით, არამედ ადამიანების რეაქციით. და მაშინ ყველაფერი ხო? სიტყვა დაისაჯოს რეაქციით, ხო? ნუ ეს თუ არ არის მაგალითად რაღაცა კატასტროფა ჩაგვრისკენ მიმართული სიტყვა, ხო? ეხლა ცუდი იუმორის გამო ადამიანის დასჯა, რა ვიცი. კლავშავი, თუმცა ამაში დამნაშავე მათ შორის არის ლიბერალური სამყაროც, რომელიც ტარანტინოსაც ერჩის სხვათა შორის ახლა. ია ტარანტინოს ალბათ თუ რაღაც კრიტიკული მასა და რაღაც ასეთი სახელი გაქვს ტარანტინოს ალბათ ბევრს ვერაფერს დაუშავებ. თვითონ ეგრე ლაპარაკობს მახსოვს ერთ პოდკასტში ამბობდა კიდეც რომ აი სულ მეუნებოდნენ რომ they won't let you do that და მე სულ ვკითხავდი who are they? და მე ის ვაკეთებდი, მაგრამ ნუ 90-იანები ამ ხრივ ბევრად უფრო თავისუფალი ერა იყო და ვიდრე 80-იანები თუნდაც ან ვიდრე დღეს და ნუ მით უმეტეს ადრე 90-იანები გამოდგა ყველანაირ პოლიტიკური, კულტურული და სოციალური თავისუფლების ჩვენთვის პარადოქსულად ჟღერს. ჩვენთვის ხო, იმიტომ რომ ჩვენ 90-იანებში გავდიოდით ყველაზე ფიზიოლოგიური პრობლემების მასლოუს პირამიდის ძირში ვეყარეთ მთელი საქართველო. მაშინ, როცა სინამდვილეში თურმე ყველაზე თავისუფლები მაშინ ყოფილვართ, ხო? თუმცა ტარანტინო თავად ძალიან ნოსტალგირებს ამ 90-იან წლებზე და ამ კულტურულ სივრცეზე, რომელიც ძალიან უყვარს და დღეს ძალიან აკრიტიკებს თანამედროვე ჰოლივუდს და თანამედროვე კინოს, აი ყველაფერში იმდენად რომ დღეს სიძახის რომ საერთოდ აი აღარ გადავიღებ ამ ჩემს მეათე ფილმსო და თეატრში წავიდა. ხო, მეათეს აღარ გადავიღებ, ხო? კაცმარიც გადავიღებს თუ არა? აპირებდა მაგრამ ეს რა მითხარი ჩემთვის მე ველოდები მეათეს აპირებდა მაგრამ ერთი მომენტი არის ეს რაც თქვი რომ ძალიან არ მოწონს თანამედროვე კინოში რაც ხდება ძალიან არ მოწონს ეს დიჯიტალზე გადასვლაც არ მოწონს რაც ხალხი ძველი კაცი გახდა კინოთეატრებში ხო ძველი კაცი გახდა ხალხი რომ კინოთეატრებში არ დადის ეგ მეც არ მომწონს ანუ ეგ მეც არ მომწონს ტელეფონში რომ უყურებენ და ასე შემდეგ და თან ძალიან მოწონს თავისი მეცხრე ფილმი ერთხელ ჰოლივუდში და რაც კმაყოფილი არის შენ მოწონს მე ძალიან მოწონს მეც და მან ჩას როგორი კეთილი კაცია როგორ შესაძლებელი გახადა რომ სხვანაირ ისტორიის შეცვლის ვნებას და პრეტენზიასთან ერთად გამოჩნდა როგორ უნდოდა რომ ყველაფერი სხვანაირად წასულიყო ფორმა და თემატიკა მისი ფილმების იმდენად დისონანსია ახლა რაც ვიტყვი იმასთან რომ უცნაურად გაიჟღერებს მაგრამ საბოლოოში მეზღაპრე გამოვიდა ხო ტარანტინო ანუ ზღაპრის ჟანრში ხა ბოლო ფილმს პირდაპირ ეგრე ქვია Once Upon a Time ეგრე იწყება ინგლისურენოვანი ზღაპრები და აი მისთვის კინო აშკარად აი ეს ჯადოქრობასთან მაგიტო მე მგონი მათ შორის მაგიტო აქ 25 მმ-ზე ესეთი ხო და იმ თავის პოდკასტში ხო შეიძლება რომ ამაზე ილაპარაკოს მაგალითად მე და შენ ახლა რომ დავსხდეთ და მოვუთხრათ ახალგაზრდებს რომელი ფილმების ნახვა ჯობია კინოში და რომლის ტელეფონში და რომლის კომპიუტერში ძალიან ჩვენთვისაც კი ადვილი იქნება და მას შეუძლია ახსნას რომ არის ფილმები მაგალითად აი ერთხელ დანკირკ კინოში რო არ მენახა მივხვდი რომ მე არ ვარ კომპიუტერში ხა მაგის
ნახველი, იმიტომ რომ არის რაღაცები, ყოველგვარი სტერეოტიპის და რაღაც ბანალური იმის გარშემო, რასაც ჭირდება დიდი ეკრანი, რომ იგრძნო რა გაკეთდა და არის რაღაცები, რაც შეგიძლიათ ჩასქროლო და ამისთვისაც კეთდება. არ გამორიცხავს ერთი მეორეს. ტარანტინოც გახდა ძველი კაცი, რომელსაც ეშინია, რომ აგერ ფილმს ჩაანაცვლებს TikTok-ი, წიგნს ჩაანაცვლებს ფილმი, სულ იყო ეს პრობლემა და ესეც ახლა შეუერთდა ამ რიგებს, მაგრამ მე პირადად არ მეშინია. შეიძლება შემცირდეს მიმსვლელების რაოდენობა, მაგრამ როგორც რარიტეტი მაინც დარჩება ეს კინოთეატრში. ზოგადად, ხაი ლიტერატურაზე ჩვენ შეიძლება ჩემს გავს ინტონაციებში ვილაპარაკოთ, მაგრამ კინოზე ძალიან უცნაური არის იმ მხრივ, რომ კინო იმდენად ახალგაზრდა ხელოვნება, ანუ რო შევადაროთ თუნდაც ლიტერატურას ხატრობას, ანუ რაღაც იმდენად ჯერ რაღაც ჩვილი ბავშვია, რომ აი ჯერ პირველ ნაბიჯებს გავს პრაქტიკულად, ხო, ანუ 150 წელიც არ გასულა. ხო, მაგრამ ეს 150 წელი შეგიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამო ჩათვალო როგორც 15000 წელი, იმიტომ რომ კინო რა არის? კინო არის აუდიო, ვიდეო მომსახურება ტექსტის, ხო? ანუ შენ უფრო გამზადებული და დაღეჭილი და სხვის მიერ გადამუშავებული პროდუქტი მოგეწოდება და ამის ალტერნატივა რომ უფრო მალე გაჩნდებოდა. ანუ წიგნიდან ფილმამდე გზა უფრო გრძელი და რთული იყო ვიდრე ფილმიდან TikTok სერიალამდე, იმიტომ რომ ეხლა ესეც მალე ეხლა ყველაფერი დრამატულად მალე შეიცვლება. მაგრამ კინოს აქვს შანსი რომ დარჩეს როგორც დარჩა თეატრი, ხო? მასე თეატრიც უნდა გადაშენებულიყო კინოს გამო, ხო? მაგრამ არ მოხდა ასე. თეატრის მოყვარულებს აქვთ ის კარგი თეატრი, ეხლა ის რომ ჩვენთან შეიძლება ამის ნაკლებობა არ ნიშნავს რომ რაღაცა გადაშენდა. არა, ეს და კარგ კინოზე მე მაგალითად სულ მაგის მეშინია რომ არ დამთავრდეს, იმიტომ რომ ჩემთვის კინოში წასვლა ცალკე ჯადოსნობა, რიტუალია და იქ ველოდები ზუსტად აი ამ თავის დიდი ეკრანისთვის გადაღებულ ფილმს. რაც არ გამორიცხავს, რომ საღამოს ჩავსკროლო რამე დებილობა TikTok-ზე. ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, დავაწყნაროთ კვენტინი და მიხედოს მე-10 ფილმის სცენარს. ხო, მე მედი მაქვს რომ გადაიღებს მე-10. Pulp Fiction-ს რო დაუბრუნდეთ, ხო, სულ არის საუბარი ამ ფილმის პოპულარობის საიდუმლოზე, ნაწილობრივ ჩვენ ეს ავხსენით, რომ ეს არის როგორც გურმანების, ისე ყველი და პურის მოყვარულისთვის და თვითონ ასე არყოფს, მაგრამ აი კიდევ რაზე მინდოდა იცი მესა, რომ ძალიან მომწონს სულ ფიქრობდი, რომ აი ქალთა სახეები Pulp Fiction-ში აქაც როგორი განსხვავებული, საინტერესო და კარგი გასარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი რასიზმი, მსუბუქი მიზოგინია და ზოგჯერ არა მსუბუქი, თუ შეინიშნება ხოლმე მის ფილმებში, მე ამ თვალით არ მინდა შევხედო და მინდა ვთქვა, მაგალითად, რა კარგი იუმორის გზნობა აქვს ტაქსის მძღოლ ქალს, ესმერალდა ვილალობოს, როგორი საინტერესო პერსონაჟია მია უოლესი, ხო? რომელმაც ასევე სწორი არჩევანი გააკეთა და ფაბიანი, რომელიც ჩემთვის ერთი პერიოდი იყო ყველაზე შტერი ქალის როგორ ვთქვა, ანუ ზეცართავად მოვიხსენიებდი ხოლმე ვინმე ქართველზე რომ მინდოდა რომ რაღაც გამელანძღა ფაბიანს ვეძახდი ხოლმე. მაგანი ირენ ჟაკობს თავაზობდა მაგრალს თავიდან და კი და სამფერში ითამაშა ამის ნაცვლად. ალბათ სწორი გაწყვეტილება იყო, არ ვიცი. ძალიან საინტერესო იქნებოდა როგორი გამოდგენია. ხო, მეც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ისევე როგორც ვინსენტ ვეგას როლზე ეგ ძალიან საინტერესო ამბავი არის. ზოგადად ფურცელიც მაქვს ნანახი, სადღაც იდო ვინ, ანუ ეს ქონდა ჩამოწერილი ქონდა პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი, მესამე არჩევანი, თუ ერთი ადამიანი უარს ეთყოდა, შემდგომ მაგალითად აი ტიმ როტის როლზე ჯონი დების განიხილებოდა, ოღონდ მესამე კანდიდატურად. და ვინსენტ ვეგა საერთოდ არ იყო თავდაპირველ სცენარში, ეგეთი პერსონაჟი და მე ქალებს დავუბრუნდეთ, იყო ვიკ ვეგა, რომელიც არის წინა ფილმში, ცოფიან ძაღლებში, მაიკ მეცენი, მისტერ ბლონდის ფსიქოპატი. ეს მისი ძმა არის. ხო, ეს არის მისი ძმა. ზოგადად ტარანტინოს ფილმებს აქვს ეგ, ეს შეიძლება ერთი შეხედვით ვერ დაინახო, მაგრამ არის ხო ერთი სამყარო არის. ის ბონიც, ექიმი. არა, მუდმივ ყველაფერი ანუ მათ შორის რაც Hateful Eight-ში რო არის ტიმ როტის პერსონაჟი, იმის შვილთაშვილი არის Inglourious Basterds-ში რო არის ის ბრიტანელი მაიკ ფასბენდერი რო თამაშობს იმ ჯაშუში, მაგრამ ეს ყველაფერი გადამული არის და ეს რაღაც ნიშნები სულ მოძრაობს. იგივე ეს სიგარეტის გამოგონილი მარკა, იმიტომ რომ არ უყვარს ტარანტინოს product placement-ი, ეს Red Apple, რომელიც თითქმის ძალიან ბევრ ფილმში გვხვდება, ხო? მათ ბოლოს იქ ერთხელ ჰოლივუდში იყო დიკაპრიოს პერსონაჟი, რომელიც მსახიობია რეკლამაში თამაშობდა ამ სიგარეტის. ხო, და ამიტომ არც ის ბიგ ქახუნა არ არსებობს.
და ჩაფიქრებული ქონდა ვეგას ძმების ფილმი, რომელიც სამწუხაროდ ვერ შედგა. ზოგადად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვიკიპედიის სტატია არის ტარანტინოს არარეალიზებული პროექტები და ძალიან დიდი სია არის. ბონდი შეეძლო გადაეღო იქ რაღაც სტარ ტრეკის გადაღებას და მილიონ რაღაც ფიქრობდა. და რაც შეეხება ხო მიაოლესი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შთამბეჭდავი ქალი პერსონაჟი არის 90-იან წლების კინოდან და უმა თურმანი ძალიან უყვარს ტარანტინოს ხმანდედანაც ჩანს ხო ძალიან ჯერ რაღაც ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა რომ დაეთანხმებინა ამ როლზე, იმიტომ რომ თავდაპირველად უარზე იყო და მე Kill Bill-შიც რო გადაიღო ძალიან დიდ თავად ამ სახიობის როლი მგონია მან განსაკუთრებით დიდი რა, იმიტომ რომ აი მან მართლა ვერ წარმოვიდგენია სხვა მაგ როლზე. კი, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში გადააკეთა ანა კარინას დაამსგავსა და თმები შეუღებდა. ანუ ის კი არა რომ ვინმე მოიყვანა ვინც გავდა, არა, პირდაპირ უმეტუმად და მეც ვერ წარმომიდგენ. პრინციპში მე უკვე ისე კარგად თამაშობს, ყველა რომ ვერც ვინსენტ ვეგას ტრაvoltas როლზე წარმომიდგენია უკვე სხვა. ერთი კაცმიც განიხილებოდა, ისეთი ადამიანი იყო აი ხმის ხოზე ვამბობ, ისეთი ადამიანი იყო ნებისმიერ როლის შესრულება შეუძლია. დენიელ დე-ლუისი იყო ხო? დენიელ დე-ლუისი მგონია რომ არ არის 8 თვის ბავშვი ვარ თამაშობ ის ფიქრები 8 თვის ბავშვი. მაგრამ ტარანტინოს მარტო კინოში, მარტო სცენარში და რეჟისურაში კი არ უყვარს მკვდრის გაცოცხლება. ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი მსახიობი ალბათ მასთან ვალშია იმ ხრივ რომ უკვე მივიწყებული და თითქმის პროფესიაში ჩამოშორებული ხალხი ან რაღაცნაირად დეპრესიაში მყოფი, აი ესე მტვერი გადაუწმენდი, როგორც მუსიკას, აი დავიწყებულ მუსიკას აცოცხლებს და მერე ახალ სიცოცხლეს შესცენს, გვაბრუნებს და ქონდა ხოლმე კასეტა, საუნდტრეკები იმის Pulp Fiction-ის და მანამდე ვინ უსმენდა ამ Chuck Berry-ს და იმას, რა ჩვენი თაობის ხალხი არ უსმენდა იმ მუსიკას და მერე გახდა ჩვეულებრივი ის ჰიტები ეს ყველაფერი. ასე მსახიობები, ძალიან ბევრი მსახიობი მან დააბრუნა კინოში და ახალი სიცოცხლის შესწინად, როგორც ჩანს ამ კაცს ძალიან უყვარს მკვდრების გაცოცხლება. მკვდარი წიგნების, მკვდარი მუსიკის, მკვდარი მეტაფორულად ვამბობ. და მე პირდაპირ მნიშვნელობით, რადგან ვერ აკეთებს ცხოვრებაში, უკვე კინოშიც აცოცხლებს მკვდარს და კადრში ისე მე მახსოვს ისე გამიხარდა ეს ვინსენტ ვეგა, მე ცოტა დებილურად ცოცხალი რო დავინახე და თან შემთხვევით ხო არის რომ ტრაvolta ვინსენტ ვეგას თამაშობს, აი მაგ ხრივაც კი აი მსახიობებს რა პრინციპით არჩევს. ტრაvolta ცნობილი გახდა იმით რომ თამაშობდა მიუზიკლებში, სადაც ცეკვავდა, ხო? ანუ შესანიშნავი მოცეკვავი არის და ჩვენ თუ შედარებით უცნობი არის, მაგრამ 70-იან წლებში ამერიკაში ძალიან პოპკულტურული ფენომენი იყო ეს ფილმები, რომელშიც თამაშობდა ცეკვავდა და ამიტომ ტრაvolta რო თამაშობს ფილმში და რაღაც მომენტში თან აბსოლუტურად მოულოდნელად, ხო, რომ ეხა ეს წამოვდა იცეკვებს, აუდიტორიაზეც ეს მუშაობდა. იგივე ბრუს უილისის პერსონაჟი, ხო, რომელიც იმ პერიოდში ბრუს უილის უკვე ძალიან ცნობილი იყო, Die Hard-ის გამო და უკვე ადამიანი, ანუ მაგ მხრივაც ტარანტინო კი არ ცდილობს, რომ აი რაღაც ნულიდან რამე გააკეთოს. პირიქით, მან და სახიობების შერჩევაშიც კი ის ითვალისწინებს იმას, მაყურებელი როგორ გაუცოცხლოს რაც ქონდა და გააცოცხლოს, ხო, იმიტომ რომ ბრუს უილისიც მანდაც სხვა ვერ წარმოგიდგენია, იმიტომ რომ თან ის მისი ცნობილი გამოხედვა ვიღაცის მოკლის წინ და ყველაფერი შენარჩუნებულია რაც უნდა იყოს ნამდვილად ამ ფილმში და მე არ მეგულება ალბათ ქართველი რომელსაც ეს ფილმი რაღაცის გამო მაინც არ უყვარს. მე რო ვეკითხებოდი ხოლმე ვიღაცას, აი რატო გიყვარს Pulp Fiction? შეიძლება ვერც ახსნას ადამიანმა რატო უყვარს, მაგრამ აი ეს არის ჯადოქრობა. ჩვენ ამ გადაცემაში დღეს ამ პოდკასტში ხშირად ვახსენეთ ეს სიტყვა. და თუ კი სადმე რამე ჯადოქრობა, მე შეიძლება ესე სოფხედველობრივად ვეთანხმებოდე ვინსენტ ვეგას, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევითაც და ტყვეები. ვიდრე ჯულს, რომელიც ამბობს, რომ ეს იყო ნიშანი ღმერთის, რომ ამ საქმეს თავი უნდა დაანებოს და უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევანი, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად. სხვა არაფერი არ არის მისი გადასაწყვეტი, მხოლოდ შემოთავაზებული მოცემულობებიდან ზნეობრივი არჩევანის გაკეთება აქცევს მას გმირად და სწორედ ამაზე რომ არის ფილმი, ალბათ მეც ასე წიგნ ტექსტში და ფილმში აუცილებლად ჯადოქრობას მოვხმობდი. სხვანაირად სიცოცხლე იქნებოდა ძალიან მოსაწყენი და მე ვფიქრობ, ვისაც მაგალითად უნდა გაიხსენოს თავისი მწარე 90-იანები, რომელიც ჩვენ ტარანტინომ გაგვილამაზა პირადად.
ფიქრობ, კარგი იქნებოდა ამ ფილმის გადახედვა. თან აი როცა ფილმი უკვე ნანახი გაქვს, სულ რო ენა ძალიან კარგად არიცოდე, მე მგონი კარგი ყოველთვის ჩემთვის უთქვამთ ადამიანებს, რომ აი შეიძლება ინგლისურად გადაარიცოდნენ, მაგრამ რაც ნანახი აქვთ რამდენჯერმე, მე რო უყურებ ხოლმე ორიგინალ ენაში და ჩემთვის ახლა თავის დროზე ვერ უყურებდი ინგლისურად, იმიტომ რომ არ არის ჩემთვის ახლა ყველაზე ისეთი ენა, მაგრამ ახლა უკვე როცა ზეპირად იცი, ამაზე კარგი მეთოდი, რომ ვთქვათ იგივე ენა ისწავლო არ არსებობს, ხო, რომ უყურო გასწავლო, აი შერაც გიყვარს იმ დიალოგებით და იმ ტექსტით. თან შესანიშნავი დიალოგებია, იმიტომ რომ ტარანტინო ხო თან ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა რეჟისორებზე ვლაპარაკობთ, არსებობენ ძალიან დიდი რეჟისორები, რომლებიც საერთოდ არ არიან სცენარისტები. ანუ ეხლა მაგალითად ჩაწერამდე ვამბობდით, რომ დევიდ ფინჩერი იღებს უკვე გადაიღო და წელს გამოვა ეს ფილმი, ერთხელ ჰოლივუდში გაგრძელება, აი ბრედ პიტის პერსონაჟი ვინც არის იქ, მის შესახებ გამოვა ფილმი, ეს პირველად არა თავის დროს ტარანტინო ბევრ სცენარს წერდა და სცენარების სხვა რეჟისორებს აქვს გადაღებული, ერთი ცნობილი ფილმის სცენარისტიც არის True Romance. True Romance-ის სცენარისტი არის და True Romance-ში და Pulp Fiction-ში არის რაღაც ესეთი გადაკვეთები და მის სხვა ფილმებში და მაგრამ რაც შედგა ტარანტინო რეჟისორად, მას შემდეგ ესეთი რაღაც აღარ მომხდარა და აი დევიდ ფინჩერი საერთოდ არ წერს სცენარებს, ის ყოველთვის სხვა სცენარებს იღებს და ტარანტინო ლიტერატორი არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის და მათ შორის მე ცოტა ხნის წინ დაწერა ეს თავისი ფილმის ნოველიზაცია და ეს ნოველიზაცია უფრო მომეწონა თუ ფილმი მანდაც არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ წიგნ შესანიშნავი იყო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის იგრძნობა რა ტარანტინოს სცენარი რო წაიღო და წაიკითხო, ისიც ჩვენივრად იკითხება. ხო და სხვა შორის მე როცა ვიწყებდი სცენარების წერას და ეს არ იყო ჩემი პროფესია და უნდა მესწავლა, ინტერნეტში პირველი მიხვდები რა დავგუგლე, როგორ გამოიყურება სცენარი. რომ ეს იყო Pulp Fiction სკრიპტი მინდოდა და მე ნახა უბრალოდ როგორ გამოიყურება. აი რა ვიცი, ასე თქვა. ხო და ასეთი გავლენის მოხდენა როცა შეგიძლია, ალბათ მე არ უნდა იმუქრებოდე რომ წახვალ კინოდან, მაგრამ ესეც მისი პირადი არჩევანია. ეს თვითონ ეგეც საინტერესო რამ არის, რატომაც იძახთა რომ სულ 10 ფილმის გადაღებას აპირებს, სულ მაგას ლაპარაკობდა, რომ მისთვის ტრავმატული იყოს მისი საყვარელი რეჟისორები, რომლებიც ასაკში იღებდნენ გაცილებით უფრო სუსტ ფილმებს და აი სულ მაგას იძახთა რომ მეც ეგ არ მომეწინეს, აი პრაიმში წავიდე. ეგ ბევრს ქონია ეგ იდეა და რაღაც. ნუ ასე დროს შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად მარტინ სკორსეზე ან კლინტ ისტვუდი, რომლებიც არ იღებენ სულ ფილმს. მაგრამ არ არიან სცენარისტები. ხო, არა, სცენარისტი ხო ეს და ან გოეთე მაგალითად რომელმაც ასაკში დაწერა და ან წერა და გადაღება ბუნუელი ბოლო-ბოლო ხო? მე ხევცობ მიაძაკი გამახსენდა რომ ხო, მიაძაკი. ანუ ეს მაინც დამოკიდებული არ არის მთლად ასაკზე. ასე რომ მე მაინც იმეც ვიტოვებ რომ მე-10 ფილმიც იქნება. მე მგონია რომ იქნება. ადამიანს თავს ასე უყვარს კინო, რთული წარმოსადგენია რომ მას ერთი კიდე რასაც ტარანტინო გვასწავლის და ჩემთვისაც იყო გაკვეთილის პირადად ჩატარების გარეშე, რომ ძალიან დიდი სიყვარული გაკეთებინებს იმ მასშტაბის და მოცულობის საქმეს, რომელიც მან გააკეთა კინოსთვის და საკუთარი თავისთვისაც. სხვანაირად ფიზიკურად შეუძლებელია. აი თან ხო წარმოგიდგენია ხა რამდენი საათი იქნებოდა მასალა ეს ავდაუდად ჯერ ნაწერი, მე ვიღაც ხალი იყო, გვარი აღარ მახსოვს, მოკლედ იმ ხალხს ბედი არა აქვს, არც თვითონ დაიმახსოვრა მისი გვარი, არც ჩვენ, ვინც ეხმარებოდა, რომ აი ეს ტექსტი რაღაცისთვის დაემსგავსებინა რა. ძალიან დიდი ჯოჯოხეთური შრომა გაიარა ამ ფილმმა იქამდე სანამ იქცეოდა ასეთ კარგ პროდუქტა და როდესაც ჩვენ რო ვასწავლთ აი თხრობაში თავიდან ისწავლება პირდაპირ როგორ არის ლინიარული თხრობა, რომ აი ესე გაყვეს სიუჟეტს, ხო? და როდესაც ამბობი რომ აი მეც მინდა ეს დავარღვიო და სხვანაირად დავწერო, ხო? მაშინ ტარანტინოსავით უნდა კონდეს სათქმელი, რომ ზუსტად ამ მიმდევრობით იქმნება ახალი კონცეფცია, ახალი სიცოცხლე ამ ფილმისთვის, იმიტომ რომ სიუჟეტურად თუ განვითარდებოდა, ჩემი აზრით, შენ ამას მგონი არ ეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით არ იქნებოდა ასეთი ფილოსოფიური მაშინ ეს ფილმი, რომ ხან არა, ბევრი დააკრება ნამდვილად. მე შორტებში მოსეირნეს რომ ხედავ, მე ეს მინდა კინოში. ტარანტინო თვითონ მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და ჩემი აზრით მათ საბოლოო პასუხი არ არსებობს, აი ეს ხელოვანი ნაწარმოებისგან გამიჯნოთ არ გამიჯნოთ, რაღაც დონეზე შეიძლება გამიჯნო, მაგრამ ტარანტინო არის ადამიანი, რომელიც მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს და იმის შემთხვევაში ძალიან აი ვერ ვაცალკავებ და თვითონ ტარანტინოს, თუმცა ბევრ მის ინტერვიუ მინახავს, თვითონ ტიპაჟი ძალიან კარგად წარმომიდგენია და ტარანტინო არის
ძალიან დიდი სინეფილი, ძალიან უყვარს კინო, აბსოლუტურად ყველანაირი ფილმები, მათ შორის ბევრი რეჟისორი მან გააცნო დასავლურ აუდიტორიას, იგივე პარაზიტების რეჟისორი, რომელიც ოსკაროცა მიიღო, ტარანტინოს უთხრა მადლობა, რომელიც მის კონკურენტი იყო იმ მომენტში, რომ ტარანტინომ აჩვენა ჩემი ფილმები ამერიკულ აუდიტორიას და აი ეს ოდესმე თუ არ ვიცი ან მე ან შენ თუ გაგიმართლებს და სადმე შევხვდებით, მე ძალიან მაინტერესებს, გონია რომ ქართული ფილმების ნანახი ექნება, აი გონია რომ შეიძლება ოთარი ოსელიანის ფილმები ნანახი ქონდეს, იმდენად ყველაფერი ნანახი აქვს. ხო, ეს მართლა გამორჩეული ადამიანია მსოფლიოს მასშტაბით და შეიძლება რაღაცა თუ არ აქვს ნანახი ჩვენ უცებ ვანახოთ, ხო, იმიტომ რომ ბევრი ქართული ფილმი იმსახურებს ამას, რომ ტარანტინოს ნანახი ქონდეს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. ძალიან კარგი ფილმი გამახსენე, გავიხსენეთ, ალბათ ბევრი ჩვენი მაყურებელიც გაიხსენებს პირველად ნახვის სიხარულს და არის კიდე გადახედვის და თავიდან ყურების სიხარულიც და მე გემშვიდობებით შემდეგ ფილმამდე, ჩვენი სპონსორია მთისწყალი, წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტი. მადლობა მათ გარეშე ჩვენი პოდკასტი არის არსებობდა. დიდი მადლობა. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია.